გამარჯობა. ეთერშია გადაცემა 3-წიდან იწყება. მე მისი წამყვანი მარიამ გაბედავა ვარ. მამა კახაბერ გოგოტიშვილთან ერთად დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ნების კვირეულზე. მოგესალმებით მამა კახაბერ. მოგესალმებით თქვენ და ჩვენ ძვირფას მაყურებელს. მამა კახაბერ, პირდაპირ ასეთი შეკითხვით რომ დავიწყოთ, რას ნიშნავს და რატომ ქვია ეს ნების, ანუ ტანჯვის კვირეულზე, ტანჯვასთან არის ხო ეს დაკავშირებული. რომ გავმარტოთ მოკლედ, ჯერ რატომ ქვია კვირას ესე და შემდეგ უკვე რამდენადაც ჩვენი გადაცემა შესაძლებლობას მოგცემს, მოკლედ რომ შევეხოთ თითოეულ დღეს, იმიტომ რომ ყველა დღე ძალიან მნიშვნელოვანია ამ კვირის. მართალი გითხრათ, მეც ძალიან მიჭირდა, როდესაც ამ გადაცემისთვის მოვდიოდი ჩასაწერად, რაღაცნაირად მეფიქრებოდა ის, რომ როგორ შეიძლება ჩავატიოთ მეთქი ჩვენ მთელი ნების კვირა ამაში, იმიტომ რომ თითოეულ დღეზე შეიძლება ისაუბროს ადამიანმა და მთელი გადაცემის ჩვენი ფორმატი ერთი არ ეყოს ერთ დღეს. ნაკედან გამომდინარე ვეცდები რომ რაღაცა უფრო მოკლედ მთავარი შინაარსი გადმოვცე, ცალკე ვთქვათ რა არის ნების შვიდეული, ცალკე ვთქვათ თითოეული დღის შესახებ და თქვენ უკვე აღნიშნეთ, ნება არის იგივე ტანჯვა. ეს გახლავთ ის კვირა, როდესაც ჩვენ მოგზაურობთ, მოდით ესე თამამად ვიტყვი პირდაპირ, ნამდვილად ასე უნდა იყოს ადამიანის აღქმა ყოველ შემთხვევაში, მოგზაურობთ იმ ისტორიულ რეალობაში, როდესაც ეს ამბები ხდებოდა. ეს არის იესო ქრისტეს ჩვენი მაცხოვრის ამ ქვეყნიური მოღვაწეობის უკანასკნელი დღეები, მისი ჯვარცმითა და აღდგომით დასრულებული, რა თქმა უნდა. თუმცა კი აი ამ ნების კვირას მე როდესაც ჩვენ ბზობაზე იერუსალიმში დიდებით შესვლაზე ვსაუბრობდით, მაშინაც რომ აი მთავრდება დიდმარხვა ამ დღეს და იწყება ნების შვიდეული. მთავრდება იმით, რომ ქრისტე შემოდის, უნდა შემოვიდეს ჩვენში, როგორც ჩვენს გულში, როგორც იერუსალიმში და აქედან უნდა დაიწყოს ადამიანის განცდა, რომ რაც შეიძლება ახლოს არის ის ღმერთთან და მე ერთ პრაქტიკულ რჩევასაც მივცემდი და მე მაგალითად როდესაც ვიყავი ერისკაცი, შვებულებას ვიღებდი ხოლმე სამსახურიდან სწორედ ამ დროს, ეს რომ რაღაცნაირად სამსახურებას არ მინდოდა რომ დავკლებოდი, იმიტომ რომ იმდენად მნიშვნელოვანი მსახურებაა და იმდენად ერთვები ამ მსახურებაში, იმდენად განიცდი ამას ყოველივეს, რომ ნამდვილად თითქოს რეალურად შენს თვალწინ აღესრულება ეს ყველაფერი. ეხლა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავავალდებულებთ თელ საზოგადოებას, რომ შვებულებით ვიმართონ თავიანთ სამსახურებს. უბრალოდ თუ კი საშუალება ექნებათ, მე ყველას ვურჩევ, რომ ნუ დააკლდებიან აი ამ მსახურებებს, იმას მაინც ყოველ შემთხვევაში, რომელიც აი უფრო აუცილებლად მიიჩნევა და მეცაც გეტყვით ჩვენ სახელმწიფოსგანაც კი მოგვეცა ის რომ ყოველი წითელი პარასკევი დასვენების დღეა და ეს დღე მაინც იქნას გატარებული ტაძარში, იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში მსახურება არის. კარგით, ეხლა დავიწყებ უფრო კონკრეტიზაციას, თორემ დრო არ გაგვეპაროს. იწყება დიდი ორშაბათი. ყველა დღეს ქვია ესე დიდი ორშაბათით იწყება და ყოველ დღე ოთხშაბათის ჩათვლით ტარდება პირველშეწირულის ლიტურგია. მე ახლა ამის განმარტებასაც აღარ მოვყვები, პირველშეწირული ლიტურგია რა არის, ორი სიტყვით ვიტყვი უბრალოდ საზოგადოებისთვის რომ იყოს გასაგები. ეს არ არის სრული ლიტურგია, ისევე როგორც შეიძლება ტარდებოდეს ეს შაბათს ან კვირას. ეს არის შენახული ზიარება, ანუ კვირის წირვაზე ნახეთ ჩვენ ზიარება, რომ შუაკვირაში სრული ლიტურგია არ დავაყენოთ, რადგანაც სრული ლიტურგია ზეიმია და ჩვენ ამ დღეებში არ ვზეიმობთ და შესაბამისად შენახული ზიარებით ვეზიარებით, ანუ ქრისტეს სადახორცე შენახული ტრაპეზე დაბრძანებული და ეს გამოგრძანდება თავის მსახურების წესია, ამით ეზიარება საუნდელოებას და საზოგადოებას. მოკლედ აი ამ პირველ შეწირულ ლიტურგიაზე იკითხება სახარება. სახარება იკითხება ისეთი, რომ თითქოს რაღაცა პარადოქსულია. აი, იქ ძალიან ბევრი ამბავია მოთხრობილი, მინდა გითხრათ, მაგრამ ჩვენ ყველას ახლა ამ გადაცემაში ვერ მოვახერხებთ, რომ ვილაპარაკოთ და შემიძლია აქვე აღვნიშნო, რომ თუ ჩვენი მაყურებლის ინტერესი გაჩნდება, შეუძლიათ მოგწერონ და ჩვენ თითოეულ დღეს და აი ამ სახარებების განმარტება შეგვიძლია დავუთმოთ თითო გადაცემა, რატომაც არა. იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა, მაგრამ აი უმნიშვნელოვანეს ამბებს თქვათ შევეცდები რომ ამოვკრიბო. ეს გახლავთ ასეთი რამ, რომ მაცხოვარი ესე იგი მოდის ტაძარში, გზად მოშივდება, წერია, დაინახავს ლეღვის ხეს და მივან და ნახავს რომ მხოლოდ ფოთლებია და არანაირი ნაყოფი არ არის და ეტყვის ამ ლეღს რომ აი უნდა გახმეო და გახმება ეს ლეღვი ძალიან უბრალო ენით ყვები ახლა ამ ამბავს და მოციქულები გაკვირვებულები ეკითხებიან რომ რა
რატომ ხდება ეს ამბავი და მაცხოვარი ეუბნება რომ თუ კი გექნებათ სარწმუნოება თასაც რო უთხრა რომ ადექიდან წყალში ჩავარდი გადავა და წყალში ჩაეპლობა ეს მთა. ეხლა საინტერესო რა არის? რატომ არის ეს სახარება თითქოს პარადოქსული? იმიტომ რომ ეს გახლავთ გაზაფხულის პერიოდი და გაზაფხულზე ლეღვს ნაყოფი არა აქვს. ხო მართალია, აბა რას ერჩოდა მაშინ იმ ხეს? რაღაცა თითქოს გონებას მოკლებულია ეს ამბავი, რომ წახვიდე ეხლა და დაიწყო ნაყოფის მოძიება, როდესაც ნაყოფისთვის ძალიან ადრეა ჯერ, ნაყოფი შემოდგომაზეა. გაზაფხულზე იფოთლება ხეები. აქედან გამომდინარე ჩვენ ზუსტად ვიცით წმინდა მამათაგან სახარების აი ამ განმარტებაში, რომ ლეღვი, ყურძენი, ეს გახლავთ ის ნაყოფები, რომლებიც სიმბოლირდება ებრაელ ერთან. როგორც ესე იგი ყველაზე ტკბილი ნაყოფები შეიძლება ესე თქვეს და ღმერთისთვის აი ესეთი ტკბილი იყო მისი შვილები, მისი მთელი ეს ებრაული საზოგადოება, რომელზედაც წინასწარმეტყველებს პირდაპირ ღმერთი და პირდაპირ ამბობს, რომ აი ნაყოფი მათ არა აქვთ, ხოლოდ ესე ფოთლებით არიან ლამაზად შეფოთლილი, სამაგიეროდ ნაყოფს ისინი არ იღებენ და შესაბამისად ესეთი ხე უნდა გახმეს. და ეს რა თქმა უნდა ეს წინასწარმეტყველება, რომელსაც ის მოციქულებს უმხელს, იქვე უნუგეშოდ კი არტოვებს მათ. თუ გექნებათ სარწმუნოება, მაშინ ამთებ ჩვენ არ გვინახავს მერე რომ მოციქულებს რა სარწმუნოება კი არ აკლდათ, მაგრამ სადმე მთები გაადადგილეს ეს უნახეთ, იმიტომ რომ ამისი საჭიროება მათ არ დადგომიათ, რომ მთები ამოეპხრათ ერთი ადგილიდან და წყალში ჩაეგდოთ, მაგრამ იმის საჭიროება კი ნამდვილად დაუდგათ, რომ ქრისტეს თითოეული სიტყვა მათი სარწმუნოების საძირკველი ყოფილიყო. შესაბამისად, სწორედ ამაზე მეანიშნებს ის, როდესაც ეს ლეღვის ხე გახმება და ეუბნება მერე ამ სარწმუნოების შესახებ. აქ ჩვენ კიდე უამრავ სახარებაში ხვდებით, მათ შორის მეორედ მოსვლის შესახებ ძალიან დიდ და ვრცელ ქადაგებას. ეს გახლავთ მათეს სახარების 21 თავი და შეუძლია საზოგადოებას გადაათვალიეროს, წაიკითხოს ეს წიგნი და შესაბამისი კითხვებითაც მოგწერონ ჩვენს გადაცემას მომართონ. რაც შეეხება შემდეგ დღეს, აი ორშაბათს ესე უწოდებენ, აი უნაყოფო ლეღვის ხე შეიძლება ესე ითქვას, რომლის სახე-სიმბოლოდ შევეცადე ძალიან მოკლედ აღმეწერა. რაც შეეხება სამშაბათ დღეს, ასევე მათეს სახარება ეკითხება, მე თუ არ ვცდები, ეს არის 26 თავი, ასევე ვრცელია ეს სახარება, იქ ძალიან ბევრი იგავიც იკითხება და ძალიან ბევრი წინასწარმეტყველებაც იკითხება, მათ შორის მკვდრეთით აღდგომის შესახებ, მათ შორის საბოლოო განჯის შესახებ. თუმცა კი ამ დღეს მაინც უწოდებენ იგავს 10 ქალწულის შესახებ. იწყება ძალიან საინტერესოდ ეს სახარება, რომ მაცხოვარი შედის ტაძარში, დაჯდება კვლავ ქადაგებისთვის და მოდიან მასთან უღდაუმთავრები და ეკითხებიან, რომელი ძალით აკეთებ შენ ამ ყოველივეს, რასაც აკეთებ. და მაცხოვარი აეუბნება საპასუხო შეკითხვას swams, რომ აი მეც მაქვს შეკითხვა მიპასუხეთ, რომ იოანე ნათლისმცემელი, რომელიც წინასწარმეტყველებდა, ზეციდან იყო თუ ჩვეულებრივი კაცობრი위 ამბავი იყო ეს იოანეს რაღაცა რაც მოსდიოდა თავში იმას ლაპარაკობდა. და ისინი ახლა თავის გულში ფიქრობენ, რომ ჩვენ რო უთხრათ რომ ზეციდან, მაშინ შეგვეკითხება რომ რატო არ გჯერათ მისი, იმიტომ რომ იოანე მიესოზე დაამოწმა. და თუ ვიტყვით კაცთაგან ხალხის ეგვეშინია, იმიტომ რომ ყველას დიდ წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე. ამიტომ მეუბნებიან არ ვიცით. და მაცხოვარიც ეუბნება, რომ მაშინ არც მე არ გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ამას ვიქ, იმიტომ რომ თავისთავად ცხადია, კითხვაზე გაცემულია პასუხი, რომელი ხელმწიფებიდან ამას ვიქ, იმიტომ რომ არაერთი ქადაგება და არაერთი საქმე მოწმობს ამას ყოველივეს. დღევანდელ დღესაც ასეთი კითხვა ხო ისმის ეკლესიის მიმართ, რომ რომელი ძალით მოქმედებს ეკლესია და აი ამას როგორ აკეთებს და იმას როგორ აკეთებს. საღვთო ძალით, რა თქმა უნდა. საღვთო ძალა, რომელიც მიეცა ეკლესიას და ეს უამრავჯერ არის დამოწმებული სახარებაში. ამიტომაც თუ კი ასეთი კითხვით ვინმე მოდის, ჩვენ გვაქვს თავისუფლება იმისა, ქრისტესგან მოცემული თავისუფლება, რომ ჩვენ იქეთ დავუსვათ კითხვა. თქვენ რაც სახარებაში წერია, გჯერათ თუ არ გჯერათ? თუ კი გვეტყვიან რომ გჯერა, მაშინ უნდა დაიჯერონ სახარებაში დაწერილი ის თემა, როდესაც ამბობს რომ მაგალითად ცოდვათა მოტევების უფლება აქვს ეკლესიას, როდესაც ეუბნება რომ ვისაც შეუნდობთ შენდობილი იქნება, ვისაც არ შეუნდობთ, ვისაც შეკრავთ შეკრული იქნება, ვისაც გახსნით გახსნილი იქნება. ეს ხომ სახარების სიტყვებია რაღაც ჩვენ ხო არ მოგვიგონი, ამიტომ გჯერა სახარებისა, მაშინ აღარც კი უნდა გაგიჩნდეს მსგავსი შეკითხვა. და თუ არ გჯერა სახარებისა, მაშინ რაღაცომ მოდიხარ საერთოდ რაიმე შეკითხვით ეკლესიასთან, იმიტომ რომ ეკლესიის საფუძველი არის სახარება. ამიტომაც აი ესეთი თემით იწყება, იქ საუბარია შემდგომ
ხარკის გადახდის შესახებ, თუმცა კი ამ დღეს მაინც იგავი 10 კალწული როგორც მოგახსენეთ, მაგრამ რამდენიმე თემას მინდა შევეხო, როგორი მნიშვნელოვანია ეს, რომ მოდიან მაცხოვართან და ფიქრობენ, რომ აი ესეთი კითხვა აქვთ მომზადებული ახლა, რომ ამ კითხვიდან გამოსავალი არ არსებობს. უნდა მივცეთ თუ არა გადასახადი კეისარს. თუ კი იტყვის, რომ უნდა მივცეთ, გამოდის, რომ ის სამშობლოს მოღალატეა, იმიტომ რომ დამპყრობელს მოგიწოდებს საზოგადოებას, ესე იგი, რომ დამპყრობელს ჩვენ უნდა ვუხადოთ ხარ. თუ იტყვის, რომ არა, მაშინ რევოლუციონერი ორივე შემთხვევაში სასჯელს ვექვემდებარება. ერთი თქვა საზოგადოების მხრიდან, მეორე შეიძლება ითქვას, რომ დააპატიმრონ ეს ადამიანი, თუ კი იტყვის, რომ არა, ჩვენ არ უნდა გადავუხადოთ ხარკი. ეს არის რევოლუციური მოწოდება ამ საზოგადოებისთვის. რთული არჩევანის წინაშე. ძალიან რთული არჩევანის წინაშეა მათი აზრით. რაც დღესაც ხდება ხოლმე. დღესაც ასე ხდება, დიახ, აი მე რატომ მინდა რომ პარალელები გავავლოთ ყოველივე ამ საკითხულ სახარებასა და დღევანდელ ცხოვრებას შორის, მაგრამ მაცხოვრის პასუხი ნახეთ რა საოცარი რამ არის. ეუბნება რომ გაქვთ თუ აქო ფულის ერთეული დინარი ერქვა და კიო ეტყვიან და ამოიღებენ ამ ფულს და მისცემენ მაცხოვრს და ვისი ხატია ზედ გამოსახული და კეისრისო ეუბნებიან და იქ უკვე პასუხს კი აღარ აქვს ნიშნულობა, რასაც მე მაცხოვარი ამბობს. ესენი ვერაფერს ვეღარ ამბობენ ერთი მარტივი მიზეზის გამო. ესენი ხო ჯულის დამცველები არიან. ზედმიწევნით ხო უნდა იცავდნენ ყველაფერს. ამ შეკითხვასაც ხო ნახე როგორ იწყებენ, ჩვენ ვიცით რომ შენ ყოვლად მიუკორძოებელი ხარ და ზუსტად გაგვცემ ამაზე პასუხს, იმიტომ რომ ორივე პასუხში ფიქრობენ რომ ის ჩაჭრილი იქნება. მაგრამ დავიწყდეთ ერთი რამ, რომ ნებისმიერი გამოსახულება, რომელსაც შეიტან ტაძარში, ეს არის ისეთი ჯულის წინაშე დანაშაული, რომ ადამიანი ამის გამო სიკვდილით უნდა დაისაჯოს და მათ ჯიბეში უდევთ ფული, რომელზედაც გამოსახულია კეისარი. ასე რომ ის რომ სხვისი ჩაგდება გინდა ორმოში აღმოჩნდები ხშირად, ხო იცით, თხარა ამოთხარა და თვითონ ჩავარდა შიგნითო, სწორედ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ მაცხოვარს უჭირავს ხელში ეს დინარი და აჩვენებს, ვისი ხატია ზედ? კეისრისა. იმ კეისრისა, რომელსაც აირჩევენ თავიანთ მამად, მერე პარასკევს რომ ამბობენ, ჩვენ არ გვყავს, ესე იგი, კეისრის გარდა არავინ და მაცხოვრის მეუფებას, კეისრის მეუფებას არჩევენ, იმ კეისარზე არის სწორედ ლაპარაკი, ვისი ხატიც არის გამოხატული და აი ესეთი წინააღმდეგობის ბაში არიან თვითონ საკუთარ თავთან ეს ადამიანები. არის 10 ქალწულის შესახებ ეს თავარი იგავია, მინდა გითხრათ ამ დღევანდელი დღისა, სადაც საუბარია რომ 10-ვე ბრძენია ეს ქალწული. უკაცრავად 5 მათგანი იყო ბრძენი და 5 იყო სულელი, მაგრამ არსად არ წერია რომ ისინი ბოროტები არიან. აი ეს სულელი ქალწულები არსად არ წერია ისინი რაიმე ბოროტებას ჩადიან. მათაც აქვთ ისეთი ლამპარი როგორც ამ ბრძენ ქალწულებს. განსხვავება იცით რა არის რომ ამ ბრძენ ქალწულებს ზეთი აქვთ ლამპრის ასანთებად წამოღებული იმდენი რომ რაღაცა გარკვეულ დრომდე მოლოდინამდე უნდა ეყოთ და ამათ არ გაითვალისწინეს ეს ყველაფერი და აი მათი სისულელე სწორედ ამაშია რომ ეს არ გაითვალისწინეს რომ შეიძლებოდა უფრო მეტი დასჭირვებოდათ, მაგრამ არ წერია რომ ისინი არიან ბოროტები, რაღაცა საშინელებებს ჩადიან და ამიტომ მოხდა მათი დასჭა. არა, ამიტომაც დღევანდელ დღესაც ეკლესია, როდესაც ამბობს რომ სიკეთე უნდა ვაკეთოთ, ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ბოროტებას რომ არ აკეთებ ეს არის საკმარისი. ბოროტების არ კეთება ეს კი ნამდვილად კარგია, საქებარია. მაგრამ სიკეთის არ კეთება და ბოროტების არ კეთება არის უძრავი მდგომარეობა ადამიანისა. უმოქმედობა არის, იმიტომ რომ უამრავი საშუალება გაქვს გააკეთო სიკეთე და არ აკეთებ ამას. იცით რა მარტივი საშუალება გაქვს რომ გააკეთო სიკეთე, თუნდაც იმით რომ გაუღიმო ადამიანს. რომელთანაც ესე იგი კი დაღლილი ხარ, თავი არა გაქვს, გაბრაზებული ხარ, იქ რაღაცა სამსახურში დაატვირთული, მაგრამ გაიღიმე ადამიანო, სხვას მიეცი ამისი საშუალება, რომ შენს აი ამ დაღლილობას და თუ მწუხარებას თუ ასე შემდგომ, ნუ გადააფერთხავ მას ზურგზე, რომ მანაც იგივენაირად შეჭმუხნულმა იაროს თელი ცხოვრება. მე ყველას მოუწოდებ, ჩვენი მაყურებელი იქნება თუ ყურს მოკრავს ამ ჩვენ საუბარს შემთხვევით, გაღიმება ისწავლონ. და ეს იცოდეთ რომ სიკეთეა და უამრავი მსგავსი სიკეთე, იმიტომ რომ სიკეთე ვიღაცა თulis რომ აუცილებლად ესე უნდა არიგებდეს. ახლა 100 შენ და 200 შენ და 300 შენ და მხოლოდ ეს მიაჩნიათ სიკეთეთ.
სიკეთე არის, როდესაც ღიმილი შეგიძლია, როდესაც მოკითხვა შეგიძლია. საშუალება გაქვს ტელეფონი უნდა იყოთ, დაურეკო და კითხო ადამიანს, როგორ არის, რა გზნობს, რომ გადაიტანა რაღაცა განსაცდელი, როგორ არის ახლა, რით შეგიძლია რომ გვერდში დაუდგე მას. აი ეს ამ სიკეთეზეა საუბარი და სწორედ ეს არის ის ზეთი, რომელიც ლამპარს გამუდმებულად ანთებს შენში. ეს არის ის ზეთი, რომელიც ჩაუქრობელ ლამპარს, ესე იგი შენში, ანუ ქრისტეს მეორედ მოსვლამდე რომ შეუძლია ანათოს ეს სულია ლამპარი ამ შემთხვევაში და ზეთი არის შენი კეთილი საქმეები. მთავარი ეს არის. ამ დღეს სახარება მთავრდება იმის გახსენებით, რომ მაცხოვარი ამბობს რა იქნება მეორედ მოსვლის დროს, როგორც მწყემსი გაყოფს ცხვრებს და თიკნებს ერთმანეთისგან, ესე გაყოფს მართლებსა და არამართალ ადამიანებს, რომლებსაც ეტყვის ერთს, რომ თქვენ წადით სამოთხეში, თქვენ წადით, ესე იგი იქ სადაც სიბნელეა და კბილთა ხრჭენა და რა კრიტერიუმებით მე ძალიან მოკლედ ყვები და ცოტა შეიძლება უხეშათაც გამომდის რაღაცა, მაგრამ ჩვენი ფორმატი არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ ბოდიშის მოხდით ამას. რის შესახებ არის საუბარი, რომ მშიოდა და მაჭამეთ, წყუროდა და მასვით, შიშველი ვიყავი შემოსე, თავადყოფე ვიყავი მომინახულეთ, პატიმარი ვიყავი მნახეთ და უცხო ვიყავი შემიწყნარეთ, ესე იგი ამის შესახებ არის ლაპარაკი. და ამათეუნება, ვინც ეს გააკეთეთ მარჯვნივ, ვინც არ გააკეთეთ მარცხნივ და რა არის ამაში, მთელი ფილოსოფია ამ ამბისა რა არის, რომ იყავი თუ არა ადამიანი, მეტი კი არაფერი. ის ხომ არ წერია იქ რომ ასეთი ღვაწლი რატომ არ იტვირთეთ და უდაბნო და მუხლები და აბა მეტანიები და აბა ამას რო არა ძალიან მარტივი რამე პური რო ქონდა ნახევარი რატო არ მომიტეხე მე რომ შიოდა მხედავდი და რომ წყუროდა რომ ხედავდი და რა სადღაცას უცხოთ რო ვიყავი და ჩემი შეიძლება ყველაფერი ერთად ვერ იტვირთე მაგრამ ერთი მაინც ხომ შეგეძლო გეტვირთა რომ თუნდაც წეღამ საუბრობდი ვიღაცა იცი რომ ავად არის რომ დაურეკო და მოიკითხო როგორ არის თუნდაც ამ მოკითხვაში გამოავლინო რაღაცა ეს სიკეთე იყავი თუ არა ადამიანი ეს გახლავთ სამშაბათი ეხლა უნდა მივიდეთ ოთხშაბათზე ოთხშაბათი გახლავთ დღე როდესაც სხვათა შორის საზოგადოებიდან ბევრმა არ იცის უკითხავთ ეს და ამიტომ გავიმეორებ ჩვენი გადაცემის საშუალებით რომ ოთხშაბათს და პარასკევს ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვმარხულობთ და ვმარხულობთ ერთი მიზეზის გამო ოთხშაბათი არის როდესაც იუდამ გასცა იესო ქრისტე და პარასკევი არის როდესაც ის ჯვარს აცვის ამიტომაც წლის განმავლობაში ოთხშაბათი და პარასკევი ყოველთვის მარხვა გარდა რაღაც რამდენიმე გამონაკლისისა როდესაც მსგებსი ანუ აი მაგალითად აღდგომის შემდგომ ერთი კვირა ოთხშაბათი პარასკევი არ იქნება ეხლა რაც შეეხება ოთხშაბათს ოთხშაბათს უკვე ჩვენ ვკითხულობთ იოანეს სახარებას და ვიხსენებთ იმ მომენტს როდესაც მარიამმა ბეთანიაში მყოფი იესო ქრისტეს დაასხა ნელსაცხებელი თავის ფეხებზე დაასხა და თავისი თმით უმშრალებდა ამ ნელსაცხებელს და იუდა რომელიც გამოდის დიდი პროტესტით და ამბობს რომ აი ესო 300 დინარის იქნებოდა ეს ნელსაცხებელი ძალიან დიდ ფულზეა საუბარი და რატომ არ გავყიდეთ იმიტომ რომ გვადროცი ანუ ქისა მასებარა და ამის გაჭირვებულების დარდი კი არ ქონდაო არამედ ხანდახან თავის საჭიროებისთვის იღებდა ანუ ქურდი იყო პირდაპირ ამის შესახებ წერს იოანე ღვთისმეტყველი თავის სახარებაში ეს გახლავთ მე-12 თავი ეხლა რა უნდა ვთქვათ იუდას შესახებ ისევ დღევანდელ დღესთან მიმართებაში დღესაც ხო გაიგონებთ ამას ეკლესიაში რაღაცა რატო არ გაიყიდება ეს და რატო არ ვთქვათ გაჭირვებულებს არ დავეხმარებით იმიტომ რომ ეს ყველაფერი მეორდება ჩვენ არავინ იფიქროს რომ 21 საუკუნის წინ მომხდარი ამბავი მაშინ იმაში ისტორიას დარჩა მხოლოდ და მაშინ ხდება და დღევანდელ დღეს ეს არ მეორდება ისევ მსგავსი გამეორებები რომ თქვათ ადამიანს რაღაცა სურვილი აქვს შეამკოს ქრისტე და მისი სხეული ამ შემთხვევაში ტაძარი რაღაცა გააკეთოს და ვიღაცა მოვა და ეტყვის რომ როგორ შენ აი ხა ამდენი გაჭირვებულია ქვეყნად და როგორ არ გააკეთეს კი ნამდვილად ეკლესიის ერთ-ერთი მოვალე ერთადერთი არა ერთ-ერთი მოვალეობა სოციალური მსახურებაც არის და გაჭირვებულების გულებელყოფა ნამდვილად არ არის ესე იგი ჩვენი მოწოდება პირიქით უნდა რაღაცნაირად ამ საქმეზე ორიენტირებული უნდა იყოს ეკლესია ერთ-ერთი საქმე ესეც გახლავთ მაგრამ
აი ეს წამოძახება ძალიან გავს იუდას წამოძახებას და ხშირად ამას ამბობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არანაირ საეკლესიო მსახურებაში არ მონაწილეობენ. არანაირად, ესე იგი, არაფერი მათ ეკლესიისთვის და არც საკუთარი თავისთვის ამ მხრივ სულიერი თვალსაზრისით არ გაუკეთებიათ. შეიძლება ამ დროს ძალიან ზნეობრივადაც ცხოვრობდეს ადამიანი, მაგრამ შეკითხვა უჩნდება, რომ აი ახლა რატო არ გაყიდა ვთქვათ მან ეს რაღაცა ოქროს ჯვარი რომ არის დაბრძანებული. ეხლა წარმოგიდგენიათ ჩვენ მუზეუმში რამდენია ოქროს ვერცხლის ესეთი უძველესი საეკლესიო ნივთები და ეს ყველაფერი რომ გაყიდულიყო, იმიტომ რომ გაჭირვებულებს დახმარებოდნენ. გაჭირვებულები მუდამ ჩვენთან არიან და ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია რაღაცით მათ ხელი გავუმართოთ. ისევე როგორც თითოეული ჩვენგანის ვალია და არა მხოლოდ ეკლესიის. რა თქმა უნდა და ადამიანი რომელიც ამას მიუთითებს ძალიან ხშირად არ მინდა არავინ შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი, მაგრამ იუდას მსგავსად საუბრობს და კარგად უნდა დაფიქრდეს ამაზე, რომ რატომ კეთდება ეს ყველაფერი, რატომ მოვიდა თავში ეს აზრი. საკუთარ თავში გამოიძიოს ჯერ ეს შეკითხვა საკუთარ თავს დაუსვას. ოთხშაბათი გახლავთ დღე, როდესაც ამის შემდგომ წერია, რომ იუდაში სწორედ ამ დროს შემოდის რაღაცა ამ დროს მოხდა რომ მან გაუხსნა თითქოს თავისი გული ეშმაკს იმისთვის რომ აღესრულებინა ის საქმე რომელიც ჩაიფიქრა იმიტომ რომ ძალიან გაუბრალოვდა რაღაცნაირად მაცხოვარმა რო უთხრა რომ დაანებე თავი ნუ საყვედურს ნუეუბნები გაჭირვებულები მუდამ ჩვენთან არიან რაღაცნაირად ვერ მიიღო მან ეს ვერც საყვედური ვერ მიიღო მან ეს რაღაცა გამონათქვამი და წავიდა ის და გაურიგდა მღვდელმთავრებს აი ეს გარიგება თუ რატო ვერ მიიღო ეს თუ მარშრუტებს ხოლმე ეს იუდას გადარჩენა იქნებ შესაძლებელი ყოფილიყო და რატომ არ გადარჩა? რა თქმა უნდა, რა ეს იყო ამ პარტავნების უკიდურესი გამოვლინება, იმიტომ რომ დაცემა პეტრესაც შეემთხვა და არანაკლები იუდაზე, მაგრამ განსხვავება მათ შორის ის იყო, რომ პეტრეს სინანული ცრემლიანი და იუდამ ვერ მოიხადა ეს ბოდი, ვერ გადადგა ეს ნაბიჯი, რომ რაღაცნაირად შენდობა ეთხოვა, თორემ არავინ არ ამბობს, არც ერთი მამა არ ამბობს, რომ იუდას სინანულის შემდგომ შეწყნარებული არ იქნებოდა, არც ერთი ამის შესახებ არ ლაპარაკობს, იმიტომ რომ არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის კაცთმოყვარეობას აღემატებოდეს. ამიტომაც მიდის და გაურიგდება მათ. ეხლა ხშირად ისმის ხოლმე შეკითხვა, რომ რა საჭირო იყო ეს გარიგება, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ, რომ ზიარების შემდგომ ქრისტე ეუბნება, რომ წადი და გააკეთე, რაც გაქვს ჩაფიქრე, როდესაც ამხელს იუდას და იქ წინასწარი გარიგება რაღაც საჭიროება იყო. გეტყვით რა საჭიროება იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი ეხვია გარს იესო ქრისტეს დღის განმავლობაში. არა მარტო მოციქულები, ჩვეულებრივი მსმენელები, საზოგადოება, ისინი რომლებიც ოსანა მაღალთაშინას ყვიროდნენ, მთელი ეს საზოგადოება, ვინც იცის რომ მან ლაზარე მკვდრეთით ახადგინა. და ამდენ ხალხში გამოიყვანონ, ესე იგი, შეიპყრონ და რაღაცა გადაწყვეტილია მისი სიკვდილი. გადაწყვეტილია ლაზარეს სიკვდილიც, იმიტომ რომ ის მოწმე არ დარჩეს. ამიტომაც ძალიან რთულია ეს, ამიტომაც ეს გარიგება ხდება, იმიტომ რომ ეს უნდა მოხდეს ღამით, როდესაც მაცხოვარი მარტოა თავის რამდენიმე მოციქულთან ერთად და რაც შეიძლება უხმაუროთ უნდა მოხდეს ეს ამბავი. თუმცა კი უხმაუროთ მაინც არ ჩაივლის, როგორც ჩვენ ვიცით ამ ისტორიის შემდგომი გაგრძელება, მაგრამ ეს გარიგება სწორედ ამიტომ შედგება. მე ახლა ამ ტექნიკურ საკითხებზეც იმიტომ ვლაპარაკობ, შეიძლება ეს ტექნიკურ საკითხად ჩათვალოს, ვინმე რომ ჩვენ სახარებაში თუ ამას 4-ვეს ერთად არ ვკითხულობ, შეიძლება ძნელი გასაგები აღმოჩნდეს, იმიტომ რომ სხვა სახარებაში ესეთი მითითება შეიძლება ვერ ვნახოთ, რომ წინასწარ იყო გარიგებული უკვე იუდა მღვდელმთავრებთან, როდის და როგორ უნდა მომხდარიყო მისი შეპყრობა. ამის შემდგომ დადგება ხუთშაბათი დღე, იქ სახარება იკითხება კიდევ ძალიან ვრცელი და ძალიან ბევრია სათქმელი, მაგრამ მე ვჩქარობ, დგება ხუთშაბათი გახლავთ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღე, როდესაც ზიარების ევქარისტიის საიდუმლოს აღვასრულებ ჩვენ წელიწადის განმავლობაში. ეს დღე გახლავთ, როდესაც დაწესდა სწორედ აი ამ საიდუმლოების დღე და მაცხოვარი ამბობს, რომ მომიმზადეთ მე პასექი. პასექის დღესასწაული იწყება და რას ნიშნავდა, რომ ღირდა პასექი დაკლად, ანუ უკვე დღესასწაულის დასაწყისი დღეებია და ებრაელებს ჰქონდათ ეს ტრადიცია, პასექს ისინი ეძახდნენ ეგვიპტიდან გამოსვლას, ეს სიტყვა მართლაც გამოსვლას, გადალახვას, გადახტომასაც ნიშნავს, მინდა გითხრათ და როგორ მზადდებოდა ეს პასექი. ეგვიპტეში მოამზადეს მათ ესე
ეგვიპტის მონობიდან გამოსვლის წინა დღეს მოსე ეუბნება მათ, რომ უნდა დაიკლას ერთი კრავი, მისი სისხლი უნდა ეცხოს კარების წირთხლებს, უნდა ეს წირთხლი არის თავი, კარების და გვერდები. ანუ ჯვრის სახით უნდა მოხდეს, ესე იგი ამ სისხლის ცხება კარებზე, ეს კრავი უნდა მომზადდეს, მათ ფეხზე დამდგრებმა უნდა შეჭამონ ეს კრავი და ქამარ შემორტყმულებმა, ეს იმას ნიშნავს, რომ მომზადებულები უნდა იყვნენ ამ მგზავრობისთვის და ამას ისინი ყოველწლიურად ესე აღნიშნავდნენ იშვიათი გამონაკლისების გარდა, როდესაც ებრაელებს რაღაც ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდათ საომარი მდგომარეობა ქვეყნისა, თორემ პასექს ისინი არაფრით არ ჩაგდებდნენ და აუცილებლად მზადდებოდა ესე ოჯახებში. ხანდახან რამდენიმე ოჯახიც კი ერთად იკრიბებოდა, იმიტომ რომ შეიძლება არ ყოფილიყო ერთ ოჯახში იმდენად ბევრი სული, რომ თქვათ ერთ კრავს მორეოდნენ, ამიტომ ერჩივნათ, რომ რამდენიმე ერთად შეკრებილიყო და ისინი გალობდნენ ღვთისადიდებელ ჰიმნებს, აი ამ კრავს მიირთმევდნენ და ასე იწყებოდა მათთვის პასექის დღესასწაული. ასე რომ აი ეს არავის არ გაკვირვებია, როდესაც მაცხოვარი ამბობს, რომ მომიმზადეთ მე პასექი, თავის მოციქულებს ეუბნება, მაგრამ სწორედ ამ პასექზე მოხდება, პასექის შემდგომ მოხდება, სწორედ ისინი, როდესაც მიიღებენ ამ ყოველივეს, პასექის შემდგომ მოხდება ის, რაც მაცხოვარმა აღასრულა, რომ პური აიღო, გატეხა და თქვა, რომ ესე არის ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი, მისატევებელად სოდვათა და ესე არის სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად სოდვათა. აი ეს გახლავთ ზიარების საიდუმლოების დაწესება, ის ყველა მოციქულს, მათ შორის იუდასაც კი ამ ყოველივეს მისცემს და ამის შემდგომ არის რომ იუდას კიდევ ერთხელ ამხელს. იქ საუბარი არის ამ დიდი ხუთშაბათის შესახებ ძალიან ვრცელი თემა არის, ამიტომ შევეცდები აქაც მოკლედ გითხრათ, რომ აქ საუბარი არის რომ ამბობს რომ ერთ-ერთი თქვენგანი მე გამცემს, ეკითხებიან რომელი და ვისაც მივაწოდებ და იუდას გადააწვდის აი ამ პურსა და ღვინოს, რის შემდეგაც ეს იუდას მხილება არის პირდაპირ, იმიტომ რომ ასაც ეს მოდარაზე იყო საუბარი. ამის შემდგომ პირდაპირ შეხედავს თვალებში და ეუბნება, აი რაც გაქვს ჩაფიქრებული, აბა მიდი და გააკეთე. ცოტა გაუგებარია სახარებაში ამას, რომ თითქოს ისე გამოდის, რომ მაცხოვარმა დაავალა, რომ წადი მიდი ეს კი არ დაავალა, უბრალოდ ამხილა, ეუბნება, რომ მე ვიცი შენ რასაც ფიქრობ. და რატომ აკეთებ ამას? აი ჩათვალეთ, რომ ებრაული ენის თავისებურება და ებრაული წერის თავისებურება ასეთია, რომ ამას გაგება სჭირდება და რომ იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ. დიდ ხუთშაბათს არის ის, რომ ის ფეხებს დაბანს თავის მოციქულებს და აჩვენებს აი სიმდაბლის ასეთ მაგალითს და დიდი ხუთშაბათია, როდესაც ის უკვე ბინდდება, გადის გეცამანის ბაღში სალოცავად და იუდა უკვე გამთენიის ხანს მოიყვანს აი ამ უდამთავრებს და კოცნით გასცემს მას, კოცნაც რა საჭირო იყო შეიძლება ვინმე მეკითხოს, იმიტომ რომ იმ სიბნელეში რიჟრაჟზე კარგად გაერჩიათ რომელი იყო, ანუ ნიშანი ქონდა მიცემული, რომ ვისაც კოცნით მივესალმები, ის არის და აი ამ კოცნით გასცემს მას. ეს უკვე პარასკევის დასაწყისია, მინდა გითხრათ, ებრაული დღის ათვლა თანამედროვე საზოგადოებისთვის შეიძლება ისეც განსამარტი იყოს, სათქმელი იყოს, რომ დღის ათვლა იწყება მათთვის საღამოთი, მწუხრით. ჩვენ ხო ესე ვამბობთ, ღამის 12-დან ვიწყებთ, რომ ღამის 12 საათს რო გადაცდება, ჩვენთვის ახალი დღეა. მათთვის ეს არის მწუხრი, ანუ რომ მოსაღამოვდებოდა მწუხრის დრო რო იქნებოდა. დიახ, შებინდებისას ეს უკვე ახალი დღის დასაწყისად ითვლებოდა მათთვის. ამიტომაც ამ პერიოდს თუ გავითვალისწინებთ, ისინი ესე იგი ამ მწუხრზე გავიდნენ ხუთშაბათის ამ სერობის შემდგომ მწუხრზე გავიდნენ გეცამანის ბაღში და უკვე პარასკევი დილა არის, როდესაც მისი შეპყრობა ხდება. ამ შეპყრობას თან ახლავს პარასკევზე საუბრობთ უკვე, იმედია დრო გვაქვს ჯერჯერობით. ცოტა დრო გვჭება მატყობინებენ ყოველში, მაგრამ დიახ, შევეცდები მოკლედ გითხრათ. პარასკევ დღეს ხდება ის, რომ არის მისი რამდენიმე სასამართლო, კაიაფას, მღვდელმთავარი კაიაფას და ანას წინაშე, პილატეს წინაშე მისი სასამართლო.
განიცდის მთელ ღამეს ის ციხეში ატარებს, იმიტომ რომ პილატეს დილამდე ვერ გააღვიძებენ და ნუ ღამის სასამართლო გაიმართა ღამე, როდესაც დაიჭირეს კაიაფასთან და ანასთან, ამ მღვდელმთავრებთან და როდესაც პილატემ გაიღვიძა, უკვე ციხიდან გამოყავდა, მიყავთ პილატეს სასამართლოზე. ეს ყველაფერი დეტალურად ჩვენ სახარებიდან ვიცით, მაგრამ იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბები. აი მაცხოვრის ეს პასუხი, რომელსაც პასუხებსაც ის აძლევს პილატეს ან საზოგადოებას, ან პირიქით უპასუხობა, როდესაც ის რაღაცა არავითარ პასუხებს არ სცემს ამ ჯალათებს და მინდა გითხრათ, რომ ის ტანჯვა, რომელიც მან განიცადა, ის შეურაცხყოფა, რომელიც მან განიცადა, ეს ყველაფერი ამ დღეს აღესრულება, რომელიც ჯვარცმით გვირგვინდება. მას ჯვარს აცვავენ ებრაული, უკაცრავად რომაული კანონის თანახმად იქ ჯერ უნდა გაიშოლტოს, მერე ეს თავისი იარაღი, რომელითაც ის უნდა მოკვდეს, თვითონ უნდა ათრიოს. ეს ყველაფერი ამიტომაც ხდება. გოლგოთა თვითონ ძალიან საინტერესო ამბავია. გოლგოთაზე არსებობს ესეთი ებრაული გარდამოცემა, რომ როდესაც ადამი გარდაიცვალა, არ იცოდნენ რა უნდა ექნათ მისი გვამისთვის. ამიტომ ამაღლებულ ადგილას ამ თხემზე დაასვენეს და ელოდებოდნენ რა მოხდებოდა. და როდესაც მან გახრწნა დაიწყო და მოგეხსენებათ ამ გახრწნას სხეულის დაშლა ახლავს თან და თან სუნის აუცარი, გადაწყვიტეს რომ ჩაეფლათ მიწაში და სხეული ჩაფლეს ღრმად და ზემოდან ეს თავი, ამიტომაც თხემის ადგილი, თავის ადგილი ქვია გოლგოთას, ამიტომაც გამოისახება ყოველთვის ჯვარცმის ქვეშ თავის ქალა, სადაც სისხლი ეწვეთება, რომ ესე იგი ადამიანის აღდგომის შესახებ არის ლაპარაკი. ამ გოლგოთაზე ხდება მოკლედ ჯვარცმა, შეშინებული მოციქულები აქცეულები არიან, არა ყველა იოანე ღვთისმეტყველი რჩება მხოლოდ ჯვართან, ღვთისმშობელთან და რამდენიმე მენელსაცხებლე დედასთან ერთად და პარასკევსვე ხდება ის დაახლოებით 3 საათი არის ჯვარზე, ამის შემდგომ ხდება გარდაცვალება, მისი სულის გასვლა. აქაც საინტერესოა თუ კი ის ღმერთკაცია სულის გასვლა ჩვენ გარდაცვალებას ვეძახით რას, რომ სხეულს ტოვებს სული. ამ შემთხვევაში თუ კი ვიტყვით, რომ მისმა ადამიანურმა სხეულმა დატოვა სული, მისი ღვთაებრივი ბუნება სულს გაყვა თუ ხორცთან დარჩა. ეს საინტერესოა. ეს ძალიან საინტერესოა, უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ, ეს არის დოგმატური ღვთისმეტყველების ერთ-ერთი საკითხი და უნდა ვთქვათ, რომ ღმერთი როგორც ყველგან ყოფი რჩება სულთანას და რჩება სხეულთანაც. სულთან ერთად რა თქმა უნდა ჯოჯოხეთში ჩადის და სხეულთან ერთად რა თქმა უნდა ის არის საფლავში და ღმერთი ყველგან ყოფია და მისთვის ეს რა თქმა უნდა შეუძლებელი არ არის. ამიტომაც ეს სულის გაყრა, როდესაც ხდება, ძალიან მალევე მოითხოვენ მისი ჯვრიდან ჩამოხსნას, იმიტომ რომ უკვე შაბათის დღე იწყება და შაბათს აღარაფრის კეთება აღარ შეიძლება. ამიტომ სასწრაფოდ ხდება მისი გვამის, როგორც შეიძლება ისე დამუშავება, რომ უბრალოდ გადაახვევენ ნაჭრებში და იოსებ არიმათიელი, ნიკოდიმოსი, რომლებიც ამ საქმეს აკეთებენ, იოსებ არიმათიელი ერთ-ერთი მდიდარი კაცი იყო, რომელსაც თავისთვის ჰქონდა ნაყიდი ისინი წინასწარ იმზადებდნენ ხოლმე საფლავებს, ესეთი რაღაცა გამოქვაბული პატარა და იქ დაასვენებენ მაცხოვარს. ამის შემდგომ იწყება უკვე შაბათი და შაბათი არის მოკლედ ესეთი გარინდების დღე. მოლოდინი. ოღონდ ისინი არის მენელსაცხებლე დედებმა, მოციქულებმა არ იციან რას ელოდებიან. ჩვენ უკვე ვიცით რასაც ველოდებით, ამიტომაც შაბათს რა თქმა უნდა სიხარული ჭარბობს და ჩვენში ეს გრძნობა რომ რაღაც ის მოლოდინი გვაქვს, თუმცა კი აბა წარმოვიდგინეთ მაშინდელი მდგომარეობა, რომ მათი საყვარელი მოწაფე ვიღაცისთვის, ესე იგი ძმაზე უფრო საყვარელი მოწაფე კი არა და მოძღვარი და შენ რომ მოწაფე ხარ და როგორ გიყვარს, როგორც ვიღაცისთვის ძმაზე უფრო საყვარელი, ვიღაცისთვის შვილი, ღვთისმშობლისთვის, რა მდგომარეობაში არიან, რომ იმის უფლებაც არ აქვს, შაბათი დღეა და იციან რომ ამის გამო ქვით ჩაქოლვა არის კანონით, რომ მივიდნენ და საფლავთან მაინც გაატანონ რაღაცა პერიოდი, ახლა იმას აღარ ვლაპარაკობ, რომ რატო გარბიან ისინი, კვირა ინათებს თუ არა, რომ პირველი საფლავზე გარბიან, სადაც მათთვის აღდგომის ხარება მოხდება. აი ესეთი გარინდების დღე არის
მინდა გითხრათ ეს შაბათი და როგორც კი დაღამდება შაბათი და იწყება გარიჟრაჟი კვირისა, მაშინვე როგორც გითხარით საფლავზე გარბიან რომ აი გვამის დამუშავება, მათ რაღაცა ესეთი დიდი კულტურა ჰქონდათ ამის სხვათა შორის ეგვიპტიდან წამოღებული და აპირებენ რომ დაამუშავონ და კვლავ ესე იგი უკან დააბრძანონ საპატიო სათანადო პატივი მიაგონ თავიანთ მოძღვარს ეს ერთადერთი მიზანდასახულობის გამო გარბიან იქ. მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ ერთი რამ. ჩვენ ვამბობთ რომ მესამე დღეს აღდგა. დიახ. აი პარასკევს აწამეს. რო დაღამდა, გათენდა შაბათია. დაღამდა, გათენდა კვირაა. სამი როგორ გამოდის? აი ეს შეკითხვა დამასწარეთ. სულ მახსოვდა. ხშირად ისმება ხოლმე ეს შეკითხვა რომ პარასკევი დაღამდა, გათენდა შაბათი, დაღამდა შაბათი და გათენდა კვირა. გამოვიდა რომ ორი ღამეა. დიახ. ისევე როგორც დღეც ორი გამოდის. ხო, შაბათის დღე და კვირის დღე ჯერ არ დამდგარა. სინამდვილეში ეს საკითხი ითვლება ასე. როდესაც მაცხოვარი აღესრულა ჯვარზე, დაბნელდა მთელ ქვეყანაზე. კი. დაბნელდა 3 საათის განმავლობაში. და ისეთი უკუნი ბნელი იყო, აი გამოთქმა რო არის თვალთან თიც ვერ მიიტანო. აი ესეთი უკუნი ბნელი იყო. და კვლავ გათენდა 3 საათის შემდგომ. ანუ ეს ითვლება რომ დაღამდა და გათენდა და ერთ დაღამება გათენებად ეს ითვლება. ამიტომაც გამოდის რომ პარასკევიდან კვირის დილამდე 3 დაღამება და 3 გათენებაა, რაც 3 დღეთ ითვლება და მესამე დღის აღდგომას ჩვენ ამიტომაც აღნიშნავთ. მე არ ვიცი რა მოვასწარი და როგორ შევძელი ეს ყველაფერი მომეტანა თქვენამდე, იმიტომ რომ თითოეულ დღეს ალბათ ნამდვილად მოუხდება ცალკე საუბარი, მაგრამ ესე მოკლედ როგორც შევძელი ერთმა შემაძლებინა უფრო სწორად ისე გადმოგეცით. დიდი მადლობა მამაკა, ხაბერ ახლა რო გისმენთ, თქვენ ძალიან ეცადეთ რომ რაც შეიძლება მოკლედ ჩაგეტიათ ეს მთელი ესეთი მძიმე და ძვირფასი კაცობრიობისთვის ძალიან ძვირფასი კვირა ჩვენს ნახევარსაათში რომელსაც უკვე გადავაშორეთ, მაგრამ ცალკე ჩვენ დროს დავუთმობთ აღდგომის თემას, რა თქმა უნდა და ამიტომ აქ შევჩერდეთ ახლა რადგან ჩვენი ფორმატი აღარ იძლევა ამის საშუალებას და თუ კი მაყურებელი დაინტერესდება, რა თქმა უნდა ჩვენ თითოეული დღე მომავალში ჩავშალოთ ჩვენს გადაცემებში. სიამოვნებით. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით ნახვამდის.